დღეს ქართველი გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა მეოთხე ქვეითი ბრიგადის 51 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურის 30 წლის იუბილე სერჟანტთა მომზადების ცენტრში აღინიშნა. ცენტრის ტერიტორიაზე არსებულ თამარ მეფის სახელობის ეკლესიაში მამა გიორგი ბარაკლისი ჩაატარა ცერემონიალზე. გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში გმირის სახელზე მემორიალური დაფა გაიხსნა. სამხედრო მოსამსახურეებმა სერჟანტის ოჯახის წევრებს საქართველოს დროშა გადასცეს. ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები ასევე გმირის თანამებრძოლები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. Olçustuğumun gördüğünden arım şurada bir nabit dalyan düştemede dalyan dizmedlebe soktu. Sokalas. Çemin filistası da pasabesiz. ეს დაფა შეახსენებს ყველას რომ გმირობა არსებობს, გმირობა არ იკარგება და ის რომ საქართველოს ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ. ეს დაფა შეახსენებს ყველას რომ თავგანწირვა სამშობლოსთვის ღირს და სამშობლო ამ თავგანწირვას არ ივიწყებს და აფასებს. გვინდოდა რომ პირველ რიგში გიორგის 30 წლის დაბადების დღე აღვინიშნა, დღეს 30 წლის გახდებოდა და მისი მემორიალური კედელი ნაწილის შესასვლელთან იყოს. ყოველი ადამიანი რომელიც აქ გაივლის თუ მსახურობს და აქ მოდის, უბრალოდ რომ ახსოვდეს მისი სახელობის ქვედანაყოფია და მისი ნებისმიერი ქმედება იზომებოდეს გიორგის აქციელით. მთელი მიზანი ეს იყო ამის.